ნახოთ, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი ამჟამად. რა ფიქრებით არის მისი თავი? რა ფიქრები უტრიალებს მას თავში, ხომ ნახოთ. თქვენი პარტნიორის, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები ამჟამად. რაზე ფიქრობს? ჩემო კარგებო, რაზე ფიქრობს და ფიქრობს იმაზე, რომ გაუშვა მას შანსი იმის თქვენი სიყვარულის, ასე ვთქვათ, დაკარგულ სიყვარულს და დაკარგულ შანსებს დარდობს და განიცდის, რომ დარჩა მთლად გარიყული ყველასგან, დარჩა ესეთ მდგომარეობაში, ხო, ყველასგან მიტოვებული, მან დაკარგა შანსი სიყვარულის, დაკარგულ სიყვარულს დარდობს და იმას, რომ ვერ გამოიყენა ის შანსი, რაც მას სამყარო მისცა. ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ ის შანსი, რომელიც მას შესაძლებელია თქვენგან ჰქონდა, მან ვერ გამოიყენა, ჩემო ძვირფასებო, ფიქრობს თქვენზე, ნახეთ დასტის ძირზე და ძალიან განიცდის და ნერვიულობს იმას, რომ თქვენ მისთვის ძვირფასი იყავით და ეს შანსი მან ვერ გამოიყენა. სიხარულს ანიჭებდით მას თავის დროზე, მაგრამ მას რატომღაც შეეშინდა ეთყობა ამ სიხარულის თუ იმ გრძნობის, რომელიც ჰქონდა თქვენს მიმართ. ან შესაძლებელია ზოგიერთთან იყო ისეთი საკითხიც, რომ ეხებოდა ეს მომავალს, ხო, მომავალ შვილს ალბათ. შესაძლებელია ერთ-ერთ თქვენგანს სურდა, რომ თქვენ ყოლოდათ შვილი, ხო, საერთო შვილი, მაგრამ ეს რატომღაც ფიქრობ უფრო მას აყენებდათ კივილს, მისთვის იყო რაღაცნაირად ეს ფაქტი მიუღებელი, შესაძლებელია ამის გამო თქვენ იჩხუბეთ და სწორედ აი ამის გამო, რომ რაღაც მომავალი, რომელიც შეიძლებოდა რომ გქონოდათ, მან დაკარგა და სწორედ ამის გამო მოხდა თქვენ შორის უსიამოვნება და დაშორება, გულისტკენა, ჩემო ძვირფასებო, გულისტკენა. ნანობს იმას, რომ შანსი გაუშვა თქვენთან ყოფილიყო ბედნიერი, ნანობს და განიცდის, მაგრამ უკვე წარსულში დარჩა ეს ყველაფერი, წარსულში დარჩა. მხოლოდ შორიდან შეიძლება ითქვას, რომ გადევნებდეთ თვალს, შორიდან აკვირდებოდეს თქვენს ცხოვრებას და ვერც კი ბედავს, რომ ახლო მოვიდეს, ვერც კი ბედავს, რადგან იცის, რომ მან ეს ურთიერთობა დაანგრია, რომ მისი წყალობით მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი და მან ძალიან გადკინათ გული და დაინგრა ურთიერთობა იმის გამო, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა მან თავის დროზე, ვერ გადაწყვიტა, ვერ ჩამოყალიბდა რეალურად რა უნდოდა. სწორედ ამის გამო დაინგრა თქვენი ურთიერთობა და სწორედ ეს ფიქრები, წარსულზე ფიქრები მას არ აძლევს მოსვენებას. აი ასეთი იყო დღევანდელი მოკლე გაშლა, მადლობას მოგახსენებთ და ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა. გამომეხმაურეთ, მადლობა და ნახვამდის.